გამარჯობა ჩემო კარგებო. ეხლა არის დილა 9 საათი. კვირის დღეა და მე მაინც გავრბი ვარ. ხმაზე ისე მეტყობა რომ გაციებული ვარ. ეხლა უნდა გავიდე და ფული მოვხსნა, იმიტომ რომ სანტექნიკი მოვა და უნდა ფული მივცეთ ხელზე და ხელზე ფული არასოდეს არ აგვაქვს ჩვენ. ნაგავს გადავყვი და თან კიდე რაღაცებსაც ვიყიდი ახლა. მოკლედ ბევრი არაფერი, მაგრამ თან საყიდებიც მოქვს და თან ფულიც მოქვს მოსახსნელი. ეხლა ცოტა ხნის წინ გავიღვიძე ჯერ. ახალი გაღვიძებული ვარ. ყავაც კი არ დამელებია ჯერ. ბავშვებს ძინავთ და გამოვიქეცი რომ ფული უცებ მოხსნა. თითქოს ცოტას წინ წყლავს. ой, მე როგორი მძიმე იყო. ცოტა წინ წყლავს თითქოს. აი, დილის ჰაერი მაინც ძალიან კარგია. გაციება გუშინ და გუშინ წინ. გუშინ უკვე იმდენად არა, გუშინ წინ უფრო. ასეთი რაღაცნაირად უღონოთ ვიყავი და გუშინაც ცოტა კიდე ისე თითქოს თან მეძინებოდა, თან ძალა არ მქონდა. მაგრამ მაინც როცა ვიცი რომ რაღაცა საქმე მაქვს გასაკეთებელი და ჩემს გარდა არავინ არ გააკეთებს, მივიდი ვარ მაინც და ვაკეთებ. გები ვაძალებ ჩემ თავს და ვაკეთებ. ეხლა ბანკომატი ყველაზე ახლოს არის აქტივისის ბანკომატი. იქ უნდა მოვხსნა ფული და არც ვიცი რამდენს მოითხოვს ახლა გუშინ. ვაიმე მე ვიდარდე რატო არ გადავიღე. გუშინ მე და ირაკლი წმენდით იმ მილს სამზარეულოს მილს, რომელიც გაჭედილია და ესე იგი არ ვიცი რა უნდა იყოს ამისთანა გაჭედილი ან ვინ რა ჩამოუშვა. ეჭვი მაქვს რომ მე 5 სართულზე რემონტს აკეთებდნენ და იქიდან ჩამოუშვეს რაღაცა. თითქოს და რაღაცა აი ბეტონის ნაწილაკებიო და რაღაცა აი არ ვიცი რა დავარქვა, მაზუთივით შავი სითხე რაღაცნაირი. აი ეს ყველაფერი ერთად, ეს ნაწილაკები და ეს სითხე ერთმანეთში შერეული. ეს ყველაფერი იყო გაჭედილი მილში, პატარ-პატარა ნაწილაკები რაღაცები ამოვიღე, ხელი ჩავძვერი. და რაც შევძელი ის ამოვიღე და დანარჩენი, აი რა ვიცი, გაიჭედა და всё. რაღაცა პატარა ჯოხით შევძვერი, ვითომ ვატრიალე და ცოტა წინ გავწიე, მაგრამ უი რა ნამაზი ხეა უკან. მაგრამ მეტი ვერაფერი ვეღარ ვქენი. და რა ვიცი, დავტოვე ეგრე, გვეგონა ჩვენ თვითონ გავასუფთავებდით ამდენი ხანი სანტექნიკს, იმიტომ არ ვეძახდით. მოკლედ და ახლა კიდე დავტოვეთ. იმიტომ რომ ვერაფერი ვერ ვქენი, თავიდან ბოლომდე ხელი მე მთლიანად რატომღაც. მიუხედავად იმისა, რომ ხელთათმარები მეკეთა. ქონდა სულ გაშავებული და მე კი ვინანე ირაკლის რატო არ უთხარი სურათი გადამიღე მეთქი. ან ვიდეო. ასეთი ამბები ჩემო კარგებო. ცოტა შევისვენებ აქ ახლა. მე როგორ მიყვარს შემოდგომა რა ლამაზია. ძალიან ლამაზია. ახლა კი არც ვიცი რამდენს მოითხოვს, ან რა არის გაჭედილი, ან შეძლებს საერთოდ თუ რო გაწმინდოს. დიდი იმედი მაქვს იქნება გაწმინდოს, იმიტომ რომ აი არ ვიცი მაშ რა გვეშველება ამის გარდა. რა შეიძლება იყოს გაჭედილი, ძალიან მაინტერესებს, ან რატო უნდა ჩამოუშვა ყველაფერი აბაზანის და ერთხელ ხო ტუალეტშიც ამოხეთქა და იყოს სასწაული. რაღაცა ტილო ჩამორეცხა ზემოდან და ჩვენთან გაიჭედა და ამოხეთქა ტუალეტმა და ეხლა კიდე ეს და აქაც იგივე რაღაცა ნაგავია ჩარეცხილი და რატო რეცხავ? ნუ ის მსხვილი ნაწილაკებია, მოიღე, გადაყარე, ნაგავში და დანარჩენი წყალი უბრალოდ ჩარეცხე, ხო? და ისიც ტუალეტში და არა სამზარეულოს მილში. რა უფეთურება. ნუ მოკლედ არ ვიცი რა. სასწაული. აი ახლა კიდე ეგრე, მოკლედ მოვედი ახლა. მოვედი და აქ ფულს ახლა მოვხსნი და შემდეგ გავაგრძელებ ჩემს საქმეს. ფული მოვხსენი,
სუფთა სახში კბილის პასტაც ვიყიდე. ახლა შევალ მაღაზიაში კარტოფილი მინდა და კარაქი. ოცებ გამიქცევი სახში რომ ყავა მაინც დავლიო სანამ ის კაცი მოვა რა. იმ დღეს ერთმა გამომწერმა მომწერა რომ რატო იღებ ვიდეოებს ყოველ დღე შენსავით ასე არავინ არ აკეთებსო. ჯერ ერთი როგორ არა აკეთებს უბრალოდ ვიცი. ვიმე დედა შემეშინდა. რა უნდა? გული გამისკდა. ძაღლების ყეფაზე შემეშინდა. და მეორეც ერთი. მე რა მინდა ვიყო განსხვავებული და მინდა ვიყო არა ისეთი როგორც ყველა. და შევძლო ის, რასაც სხვა ხალხი ვერ აკეთებს ხო და უშუალოდ რა ვიცი, როგორიც ვარ, ისეთი ვარ. ასე უთხარი რომ ესე იგი ვარ განსაკუთრებული მეთქი. აი ესეთი ამბები. ახლა შევდივარ ორ ნაბიჯში. პური მე მგონი დღეს არ გვჭირდება. მოკლედ მარტო მინდა ეხლა აქ რძე და კარტოფილი ერთიც მინდა კი. კიდულობ მინძეს რომელიც ყველაზე იაფი არის. ზერა. პრინციპში აქ არაფერი აღარ მინდა ახლა წავალ და და 95 ეწერა. ძალიან კარგი. ეხლა კარტოფილი გამჭირდება. ისევ პრინციპში ვიყიდე რაც მინდოდა ის. ყოველთვის და გრუზული როგორც ყოველთვის. მივიდვარ ეხლა სახში. და მოვიდა თუ არა ის კაცი ვნახოთ აბა. წინ წკლავს. სავარაუდოდ დღეს წვიმა იქნება. კიდევ კარგი მოვასწარი ახლა მაინც სანამ არ წვიმს. მოკლედ ვნახოთ რას გააკეთებს ის კაცი. იმედია ყველაფერი მოგვარდება და ჩვენ დღეს ჩვენ სარეცხს როგორც იქნა დავრეცხოთ თორე ხვალ ბავშვები რაში გაუგზავნოს სკოლაში ან ბაღში აზე არა ვარ უკვე მართლა. ეხლა შევალ და ცოტას დავიშვენებ. იმედია ბავშვებს ჯერ ეძინებათ რომ წყნარად დავლიო ჩემი პირველი ყავა. აბა დროებით შემოკარგებო. დღეს კიდევ აუცილებლად შემოგიერთდებით. გვიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. მოკლედ იყო მოსული ჩვენი სანტექნიკი და ესეთი ამბავი დაგხვდა. გააკეთა ყველაფერი და მაინც ყველაფერი მოგვარდა. მოკლედ ეხლა ეს არის დასალაჭებელი. 40 გამოგვარდა.